მეათე სამეფო ნაწილი მესამე ძვირფასებო ალბათ ძალიან დარდობთ და გაინტერესებთ სად ვიყავი ეს დღეები მოტეხილი ფეხით იძულებული ვარ დავრჩე მოჯადოებულ ტყეში გააგრძელეთ კურთხევის ცერემონიისთვის მზადება და დარწმუნებული იყავით რომ დავბრუნდები ამ დიდი დღისთვის მე აუცილებლად დავბრუნდები სიყვარულით უფლისული ვენდელი როგორც იქნა მისგან ამბავი მოვიდა ეს ყველაფერს ხსნის ეს არაფერსაც არ ხსნის უფლისული რატომ არ გამოეხმაურა ტროლების მეფის შემოჭრას იქნებ საერთოდ არ გაუგია ფეხის მოტეხვა ხომ საშინელებაა ტროლების მეფემ მასთან საუბარი მოინდომა ასევე მისი სამეფოს მცხოვრებლები დაიხოცნენ და არაფერი უმოქმედია ჩვენ გვჭირდება გეგმა ჩვენ გვაქვს გეგმა ჩემი გეგმა თუ როგორ გავანაწილოთ სტუმრები ცერემონიამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა მე მჭირდება პრინცი რომ გეგმა დაადასტუროს მე ვღელავ ვენდელზე ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად გავეშურები ნადირობის სასახლეში და შევატყობინებ ტროლთა მეფის გამოწვევის შესახებ კარგი იდეა კიდევ ერთი დედოფალი ჯერ კიდევ თავისუფალია მას ყველგან ყავს ჯაშუშები ჩვენი საუბარი ამ კედლებს არ უნდა გაცდეს გეთანხმებით ჩვენ სამხედრო ძალები უნდა მოვიშველიოთ თორე მიტყვიან რომ ჩვენ უძურები ვართ ვენდელის არ ყოფნის დროს მოძებნე ჩემი მონადირე რამდენი პრობლემაა ვენდელის მრჩევლებმა ჩემს წერილს არ დაუჯერეს. მათ გაგზავნეს კაცი, რათა ნადირობის სასახლეში ამოწმონ. ის არ უნდა დაბრუნდეს. შევასრულებ. შენ რომ მოეტაცე გადავიტანდი, მაგრამ ვირჯინია, ნუ თუ დავკარგე ჩემი ნამდვილი სიყვარული. ოღონდ ახლა ისევ სიყვარულზე არ დაიწყო. შესაძაგელო ყაჩაღო. ასე ნუ მელაპარაკები თორემ გიკბენ. ჩემთან ჩხუბი გინდა? მოდი. ჩუმად გესმის? ეჩერდი ვინ ხარ? კვაპატი ეკეთილ რომ მე შეშევ შემთხვევით მშვენიერი გოგო ძალიან გძელით მე მითხომ არ გინახავს მე ვერაფერს ვერ ვხედავ ბრმა ვარ ბრმა მე შეშე? სად მე გინახავს რომ ხედა დიოდეს ტონი რა შეხედე მის ნაჯახს შემთხვევით ეს ნაჯახი ჯადოსნური ხომ არ არის რომელსაც შეუძლია ყველაფერი გადაჭრას შეიძლება რამდენად მოგყიდი? ხო რამდენად შეგიძლიათ წაიღოთ ჩემი ნაჯახი თუ ჩემს სახელს გამოიცნობთ მაგრამ შენმა მეგობარმა თავი ამ ლოდზე უნდა დადოს ჩემს სახელს თუ ვერ გამოიცნობ იმ დრომდე სანამ მე ამ შეშას დავჭეხავ თავს მოგაჭრი რა გჭირთ ხალხნო საიდან ასეთი საშინელი აზრები? უბრალოდ ხო შეიძლება თქვა რომ ეს ღირს 200 ოქრო მონეტა. ყოველთვის რატო გინდა ჯადოსნური კვერცხი? ან დრაკონის თმები? აბა გჭირდებათ ეს ნაჯახი თუ არა? უბრალოდ ვირჯინია მოვძებნოთ. ვიცი სახელი? არა, ყველაფერი კარგადაა. თანახმავართ. ჩემს მაგივრად ნუ ლაპარაკობ. ყველაფერი კარგად იქნება. არა, ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. კარგით. დადე თავი აქ. სანამ შენი მეგობარი გამოიცნობს. ვირჯინიასთვის ვაკეთებ. კარგი, მიდი. ეს უბრალოდ რომ დარწმუნებული ვიყო. ვიცი, მისი სახელი არ ინერვიულო. აბა, სულ არ მინდა რომ უყურო როგორ შეხავ შეშას. შენ ქვია რუმპელშტინკენი. არა. ვაიმე. რუმპელშტინკენი მეთქი. ეს არ არის მისი სახელი. კიდევ ცადე. კარგი, რუმპელშტინკენ უმცროსი. რუმპელშტინკენ მეოთხე. არა. სახელი რუმპელი ხომ მაინც არსებობს? უბრალოდ გამიშვით. სად არის ძაღლი? არ ვიცი, რაზე მეუბნებით. არ მაიძულო მეორედ გკითხო? ის მოკვდა. მე კი მგონია რომ იტყუები. თუმცა ყველაფერში არა. დაშავდა? დაჭრილია? რაღაცას მოათრევდით ბორბლებით.
მაგრამ ნაკვალები ჩვეულებრივი ძახლის წონისთვის დიდი იყო. სხვებზე რა სიტყვი? მოგაკითხავენ? მათ საერთოდ არ ვაღელვებ. ესე იგი მოვლენ. რამე იარაღი აქვთ? დიახ, არა, მათ არანაირი იარაღი არ აქვთ. ტომი, დინკი, ვენდაიკი, ცივა. მოიცადეთ ელვისი. რენგი, ჯონი, პოლი, ჯორჯი, რინგო. რინგო? ძალიან შორს ხარ. რამე მინიშნება მაინც მომეცი. მართალია. შენ რას გარგებს მისი მოკლა? თითი სიამოვნებაა რომ იცოდე. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი არსებობის ერთ-ერთი წყაროა. დაჭექი. მე ამ ტყეში დავიბადე. როცა პირველად დავინახე დედოფალი, მე ტყევე ვიყავი. ის ჩემ სოფელში მოვიდა. ნადირობდა და იქ გაჩერდა, რომ ცხენები და ესვენებინა. მერე დამიძახა და აი, ეს მაჩვენა. მითხრა, ამ შვილდისგან თუ გაისვრი, ის არის იფრენს სანამ ვინმეს გულში არ მოხვდება, არასოდეს ცდება. მე ვკითხე, რა უნდა გავაკეთო, რომ ეს ჯადოსნური მშვილდი დავიმსახურო? მან თქვა, უბრალოდ დახუჭე თვალები. ისროლე საიდანაც მოგინდება და ის შენია. მე გავისროლე. ის არის გავარდა. რამდენიმე მეტრი იფრინა და ბოლოს ისარმა ბავშვი მოკლა, რომელიც ტყეში თამაშობდა. კარგად მახსოვს დედოფლის სახე. როცა ისარ ჩემი შვილის გულიდან ვიღებდი. მან მითხრა, შენ იქნები ჩემი მონადირე. ახლა ხომ გესმის? ნადირობა ჩემი ერთადერთი მისწრაფებაა და დანიშნულება. მე დანდობას არ ვიცნობ. არა, საიდან ვიცით, იქნებ გვატყუებ. მართალია, იქნებ ჩვენ უკვე ვთქვით ჩემი სახელი. შენ მიმსგავსებულის კი არაფერი გითქვამს. ჩემი სახელი ჩემს ხუდშია. შეიძლება ბრმა ვარ, მაგრამ გარდასარევის მენა მაქვს. კიდევ ერთი ნაბიჯი და შენს მეგობარს თავს წავაგდებინებ. შენ გიჟი და მანიაკი ხარ. გიჟი ეს ადრეც გაგიკეთები, არა? 100 ჯერ. და პროცენტულად რამდენმა გამოიცნო შენი სახელი? ჯერჯერობით ვერც ერთმა. თქვენ ვაღმატებულებავ. არის ვინმე? არის აქ ვინმე? უფლისულო ვენდელ. ვინ არის დედოფალი? როგორ შეგიძლია ემსახურო იმას, ვინც საკუთარი შვილი მოგაკვლევინა? ჩემი მოვალეობა იყო შვილის მოკლა, მისი მოვალეობა კი იყო ეთხოვა. გიჟი ხარ. აქ ყველა გიჟია, გიჟი. რაც გვიწერია ის მოხდება. არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებთ. ახლა კი ჩემი მოვალეობაა შენი მოკლა. ვინ ხარ? არავინ, სკეპიცები არავინ.
მე შენ მოგკლავ. ახლა საქმე მაქვს გასაკეთებელი. ამ საუბარს კი მერე გავაგრძელებთ. გიჟი მეშეშე. ომ გითხარი, ამას ვერასდროს გამოიცნობ. მოიცა? იჩქარე, ენაზე მადგას. მოიცა, აი, მოდის. უკვე გვიანია. ახლა შენს მეგობარს თავს მოვაჭრი. მოიცადე. ჯულიეტა. გამარჯობა. რადგან შენ დაგვეხმარე? ჩვენ ახლა კიდევ დაგეხმარებით, მაგრამ ეს ბოლო უნდა იყოს, თორემ შენ სულ გასაჭირში ხარ. კარგი. ხო, წადი, მამა ჩემი და მგელი იპოვე და უთხარი სად ვარ. კარგი. ვინი ფიქრებდა? მეშეშე ჯულიეტა. თანაც გიჟი და სადისტი. ეი, თქვენ ქვევით? ეს იმ ჩიტებიდან ერთ-ერთია. მე ვიცი ვირჯინია სად არის. სად? ის ხეშია, რომელიც ხე არ არის. სახლში, რომელიც სახლი არ არის. შეგიძლია შეწყვიტო ეს სულელური გამონათქვამები და უბრალოდ წამიყვანო მასთან. დავიდეთ, დავიდეთ. ის ამ ხეშია. შვიდობით. ხეში? როგორ შეიძლება ვინმე ხეში იყოს? ვირჯინია. ვირჯინია, აქ ხარ? გელო. გელო. ის არის. მან როგორ შემოვიდეთ? მან კარია. კარგი, კარი. კარი. კარი, კარი. კარი, სად არის? აქ არაფერი კარი არ არის. რამე ჯადოსნობით თუ არის დამალული, ამის გახსნას ერთ კვირას მოუნდებით. შენ არ შეგიძლია ჩახვიდე და შიგნიდან გააღო. არა, მან ჯაჭვით დამაბა, არ შემიძლია. არ შეგიძლია თქვენ ამოხვიდეთ. საფეხურები არ არის. რამე კიბე მაინც მოიტანეთ. აქ კიბე სადუშაოთ. მოიცადე, ეს ხომ ჯადოსნური ნაჯახია, ხედავ ჩეხოთ. ვირჯინია, შეიძლება რაღაც გითხო. რა? რამხელა შენი თმა ახლა? საშილად დიდია. არა. არა. კარგი იდეაა. არა. ყოველთვის ვოცნებობდი ამის თქმაზე. შემოცხოვრების სიყვარულო, ჩამოუშვი შენი მშვენიერი დაღალები. ხილად იყავი, თვალები დახუჭე. რატო რა არის? ქერტლი. მე არ მაქვს. ზოგს ხუმრობა სულ არ ესმის. ჩემი ცხოვრების ბრწყინვალე მომენტია. მეორედ მაქვს შანსი გადაგარჩინო. ჩემს ისტორიას სიმღერებით შეინახავენ. თეთრით მოვიპოვე.
ფრთხილად თმაზე არ დაგებიჯოს ფეხი. უკან დაიხიე, ვირჯინია. 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 მამა, მომეცი ნაჯახი. თავი მოაჭერი, ზურგში ჩაარტყი. მიდი. კარგი. მაპატიეთ. ვიღაცამ გასწიეთ ეს კარი. ხელს მომატეხავს. კარგი. რა ხდება აქ? ეს რა ადგილია? ეს ძალიან ცუდი ადგილია, წავედით. მოიცადეთ, ასე ვერ დავტოვებთ. მართალი ხარ. მომეცი ნაჯახი. ახლავე მოკლავ. არა, ჩვენ მას ვერ მოვკლავთ. რა თქმა უნდა მოკლავთ. არ შეიძლება, ის დაუცველია. სწორედ ამიტომ უნდა მოკლათ. არა, მერე ის გამოგყვება. არ მაღელვებს. ჩვენ მას მაინც არ მოვკლავთ. ამას ოდესმე ინანები წოდე. წავედით. გამარჯობა პატარაო. დაბრუნებას გილოცავ. დროა გავისეირნოთ. როგორ არის საქმე? თმას რა მოუხერხეთ? მგონი ძალიან შევეცადე. ეს რა კი არც ერთი სიტყვა. რა? რა გინდა? შენ პრობლემებს მიქმნი. ერთ რაღაცას გეტყვი. ომი ძალიან სახალისოა, როცა მტერი არ გყავს. შენ ძალიან სულელი ხარ. ტროლისთვისაც კი. ვენდელის სამეფო სხვების საზღვრებზეა. ისინი არ დანებდებიან ომის გარეშე. სხვა სამეფოები ჯარებს გამოგზავნიან და გაგანადგურებენ. მაშინ ყველას ამოვხოცავ. მე არავისი არ მეშენია. მომისმინე. მე შემიძლია ყველაფერი მოგცე, რასაც ისურვებ, ოღონდ ახლა ვინთაუნიდან წადი. ახლავე. ვინთაუნი ძველი ამბავია. ჩვენ ყველა დასახლება დავიკავეთ 20 მეტრის რადიუსში და ამით არ გავჩერდებით. მე ჩემი სამეფოს ნახევარს მივიღებ. რამე საწინააღმდეგო გაქვს? თვალებს ვერ ვუჯერებ. ეს ლილიპუტის ეტლია, ის არის. წამოიყვანე უფლისწული. წამოიყვანე. გამარჯობა ცალთვალა. გამარჯობათ. გახსოვარ? ენტონი, ციხიდან გამოიქეცი? როგორ მოახერხე? სად არის ჩვენი სარკე? სარკე? ჩვენ გვეკუთვნის. ჟირებული იყო? არა, არანაირი ფასი არ ქონდა. ამხელა გზა ერთი უბრალო სარკისთვის გამოიარეთ? ჯადოსნური სარკეა. ჩვენ მან ამ სამყაროში გადმოგვიყვანა, მაგრამ აქ გავიჭედეთ. ჩვენ ერთადერთი რაც გვინდა სახლში დაბრუნებაა. სარკეს არ წავიღებთ, უბრალოდ გამოვიყენებთ, რომ სახლში წავიდეთ. მერე კი რაც გინდათ ის უქენით. შენმა სიტყვებმა გული ამიჩუყა. მაშინ გთხოვთ, ნება მოგვეცით, სახლში დავბრუნდეთ. სარკე მე აღარ მაქვს. უახლოეს სოფელში ვიღაცას გაუცვალე. სულ ეს არის. გაცვალე? რაში გაცვალე?
გელო შენ რა მართლა ფიქრობ რომ ჩემგან წასვლას მოახერხებ მე შევიცვალე მე შენ აღარ გემორჩილები ვეღარ შემაჩერებ მართლა დღეს სავსე მთვარეა შენი სისხლი უკვე ცხელია შენ მგელი ხარ რას გააკეთებ როცა ველური მთვარე დაგიძახებს მაშინ რაღაც ეტყვი შენ სახალ მეგობრებს არა მგონია კარგი იდეა იყო სამ სოფელში წასვლა მაგრამ ცალთვალა თქვა რომ სარკე იქ არის გლები თავის ინსტინქტებს ენდობიან მე კი ეს იდეა არ მომწონს აქ ხომ ფერმერები ცხოვრობენ ფერმერებს კი მგლები არ მოსწონთ მოდი ვისაუზმოთ და მერე გადავწყვიტოთ რა ვქნათ შენ უკვე ისაუზმე კიდევ მინდა შენ რა დედაჩემი ხარ რომ მითხრა როდის ვჭამო იქნები მისიას ჩამომიწერო რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა ჩვენ მივდივართ სოფელში საუბარი დასრულებულია ვირჯინია თქვა მაპატიე არ მინდოდა ასე უხეშად მოქცეულიყავი გლობის დრო მიახლოვდება თვეში ერთხელ ძალიან ბრაზიანი ვხდები და მალე ვხიზიანდები რაღაც მეცნობა ყველაფერი უბრალოდ არაჩვეულებრივად იქნება მხოლოდ შეეცადე მიზეზი არ მომცე ძალიან გთხოვ მეც მინდა მაგრამ ხანდახან შეხედე ამ ცხრებს ხაფანგი ეს არ შეიძლება დილამშვიდობისა მე სალი პიფსი მქვია მე მეცხვარე ვარ ამაში ეჭვიც არ მეპარება გმერთა ჩემო როგორი ძლიერი ხელები გაქვთ ჩემი კარი ჩაკეტილი რომ არ იყოს ძალიან შემეშინდებოდა თქვენ რომ შემოსულიყავით და მთელი ტანსაცმელი ჩამოგეხიათ ჩემთვის საცხოვრობ სალი წამოდი წავიდეთ ეცილი იყოს თქვენი მობრძანება ყოველწლიურ შეჯიბრების მეორე დღეზე სოფელ პატარა ციკანში დღეს განსაკუთრებული დღე და ახალი შეჯიბრება გვაქვს საუკეთესო ბოლოკი სოფელში ქალბატონო მორის თქვენი ბოლოკი შეუდარებელია 10 ქულიდან 9-ს გაძლევთ მაგრამ ბატონი პიფსის ბოლოკი მთელ მსოფლიოში საუკეთესოა მე მას 10-დან 10-ს ვაძლევ გამარჯვებულო იპს მობრძანდი და მიიღე შენი საჩუქარი ჯანდაბა იპსი ისევ საუკეთესოებში არის ისინი ყოველთვის ამარჯვებინებენ ქალბატონებო და ბატონებო ერთ საათში მე დავასახელებ სოფლის საუკეთესო ყველს ეი შენ ვერ მეტყვი ვინ არის აქ უფროსი სოფლის სულელი ვარ და ამ სურვილების ჭას პატრონობ ჯიბეში აღარ მაქვს ხურდა უნდა მოვატყუოთ რა კარგი ჯაღლი გყავთ ვიღაჩას მახშენებს ეს ვისთვის არის ეს უფლის ჭულისთვის საჩუქარია ჩვენი სოფლისგან მეფედ უნდა აკურთხონ იმედი მაქვს მოეწონება ესე იგი სურვილის ჩაფიქრება გინდათ უპატიებელია ასეთი ჭის გვერდით გავლა და სურვილის ჩაუფიქრებლად წაშლა არ ღირს ფულის ხარჯვა ნუ იქნები ხელმომჭირნე ჩემი სურვილია ყველაფრის შეცვლა
არ გამოვიდა. აქ ერთ დროს მართლა იყო ჯადოსნური წყალი. ხალხი ყველა სოფლიდან მოდიოდა, რომ აესრულებინათ სურვილები. მაგრამ რამდენიმე წლის წინათ დაშრა და მის მერე აღარ ყოფილა აქ წყალი. მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ მას მიუძღვნე ჩემი სიცოცხლე. შენი ისტორია ძალიან გულისამაჩუყებელია, მაგრამ ჩვენ ერთ სარკეს ვეძებთ, ამხელა და შავი. ჩვენ გვითხრეს, რომ აქ ვიღაცა მიყიდა. მე ჩემ საქმეს ვაკეთებ. ველოდები აქ ამ ჭაში როდის გაჩნდება წყალი. ამაზე რას ვფიქრობთ? აზრი არ აქვს, ეს კაცი ნამდვილად იდიოტია. ეხ ნეტავ. მამა ჩემი იყო ნამდვილი იდიოტი. მე მხოლოდ ნახევრად სულელი ვარ. ჩვენ ყველა ძალიან აღელვებულები ვართ ამ შეჯიბრების გამო, მაგრამ დღეს შეგიძლიათ დარჩეთ. აქ შეიძლება ძალიან მოხერხებული არ არის, როგორც იმედოვნებდით. აქავრობა ყარს. არაჩვეულებრივია, მადლობთ. შემთხვევით ხომ არ იცით, ვინმე სარკე იყიდა თუ არა ვაჭრისგან, რომელმაც აქ გამოიარა. თქვენ ჩვენს მოსამართლეს უნდა მოელაპარაკოთ. მან პრიზებისთვის უამრავი რამ იყიდა ერთი გნომისგან. ახლა ქუჩის ბოლოს სასადილოში იპოვით. სხვათა შორის იქ არაჩვეულებრივი საჭმელი აქვთ, ამით ხომ წლიდან წლამდე ვამაყობთ. მადლობთ. ჯანდაბა, რა უბედურებაა? უნდა წამოვწვე, ცუდად ვარ. ყურდღელი მჭირდება, დასამშვიდებლად. რაც უფრო გრძელი ყურები ექნება, უკეთესია. ახლავე. დაუყოვნებლივ. ძალიან მაღალი სიცხე გაქვს. როგორ უცოდველად გამოიყურებიან, მაგრამ ასე არ არის. ისინი გვაცდენენ, მოკანკალი მსუქანა არსებები. უბრალოდ ამ თვალებს შეხედე. ზუსტად იცის, რასაც აკეთებს, არა? ძალიან ცხელი ხარ. შეწყვიტე ჩემზე ზრუნვა, შენ დედა ჩემი არ ხარ. შეწყვიტე ყურადღება და მოვლა ყველა სიყვარული პატარა გნომის ცოლივით. მომშორდი აქედან. ჩემს შვილს ასე ნუ ელაპარაკები, გაიგე? ამას არ მოვითმენ. გელი! წავალთ და ვნახავთ. შენ ჩემთან დარჩები. მე მგელი ვარ. წავედით. ეს სწორედ საჩვენოა. ეს კარტოფილი. იურე გასინჯე? ძალიან გამურელია. ვირჯინია. ნახე იქ რაღაც არის ხვალინელ შეჯიბრებაზე. მამა, შეხედე, სარკე ერთ-ერთი პრიზია. საუკეთესო ცხრის და მეცხვარის კონკურსზე. მოსამართლეს უნდა ველაპარაკოთ. მართალია. მიირთის ძვირფასებო. უკაცრავად, მოსამართლე სად არის? მოსამართლე აქ იქნება ზუსტად 8-ზე. გასინჯეთ ჩემი გემრიელი ბოსტნეული. დიდი წინამორბით. სიდრი არასოდეს მომწონდა, ახლა კი მე-5 ჭიქავს ვამ. ეგ სიდრი მომზადებულია კოლინ პიპსის ვაშლებით. ცხარი კი ჩემმა ძმამ ლარი პიპსმა გაზარდა. ყველაფერს რასაც ჭამთ, ჩვენი დამზადებულია. ჩვენს ფერმაზე უკეთეს, მთელ 9 სამეფოში ვერ იპოვით. მაშინ მითხარით, რაშია თქვენი საიდუმლოა? ჩვენ უბრალოდ კარგი ფერმერები ვართ. ჩემს გარეშე დაიწყეს ჭამარა, ცუდებო. ახლა საწოლში არ უნდა იყო? დიახ, არა, ენერგიით ვარ სავსე, სიცოცხლის ყურვილით ვარ სავსე. ყურდღელი სად არის? რომელი ყურდღელი? ის რომელიც მოგიყვანე რომ ჩახუტებოდი. არ ვიცი, მე მგონი გაიქცა. სადღაც იქ უნდა იყოს.
თქვენ მადამ გელივით გაქვთ. სხვათა შორის მოსამართლე უკვე მოვიდა. შეგიძლიათ დაელაპარაკოთ. მადლობთ. მადლობთ. საქმე იმაშია, ბატონო, რომ ეს სარკე სინამდვილეში ჩვენ გვეკუთვნის. არა. მე ის მართლა ვიყიდე. ყოველ წელს 1000 სისულელეს ვყიდულობ. ჩვენი სოფლის შეჯიბრებისთვის. კარგით, იცით რა თქვენ უდიდებულესობავ. ვიცი როგორ ხდება ხოლმე ასეთი ამბები. მოდით ახლა მე თქვენ რამდენიმე ოქროს მონეტას მოგცემთ. მე მოსამართლე ვარ. არ მიყვარს როცა ვინმე ჩემს ყიდვას აპირებს. არც ერთი სიტყვა არ გამაგონოთ, თორემ თქვენს თავს სოფლიდან გავაძევებინებ. შენ აქ პირველად ხარ არა? დიახ. ამ კილას ვერ ხსნი. შეგიძლიათ დამეხმაროთ, ბატონო. რა თქმა უნდა. რა გქვიათ? ვოლფსანი. გლიშვილი? ვორენ ვოლფსანი. იცით, დღეს ჩემი დაბადების დღეა და მე 18 წლის ხდები. და იცით, დღეს საყამოს რა მომივა? რამე მაქვს უკან? ეს რაღაცა უკან რომ გამოძრომას ცდილობს. უკან რა? შენ მელაკუდას მალა? უნდა წავიდე. გონი საჭმელი ბოლომდე არ დამიმთავრებია. ადიარ. არაფერი გესაქმება ჩვენს გოგონებთან, გაიგე, ბიჭო. დეზერტო და ძაგ რა გინდათ ბატონო ვულფსან? ჩუმად. უკანა ეზოში გავიდეთ, ბიჭო. უკაცრავად. რას უკეთებთ ჩემს მეუღლეს? თქვენი ქმარია? დიახ, დღეს ცოტა ცუდად არის და სახლში უნდა წავიყვანო. მადლობთ, ნახვამდის. უკაცრავად. ვირჯინია, როცა ქმარი დამიძახე, ისე ძლიერად ვიგრძნელი თავი, მაგრამ ამავ დროს ხოლო ჩვენი იქედან წამოყვანა მინდოდა წავედით. ვირჯინია, რომ იცოდე რამდენ ძალას უგრძნობ. შემიძლია კილომეტრები გავირბინო. შეხედე მთვარეს, რამხელა, რო უყურებ ყმუილი არ გინდება? შვენიერია. არა, სულაც არა. დედა ჩემი იყო მთვარეზე შეყვარებული. როცა ლეკვი ვიყავი, გამომიყვანდა ხოლმე და უბრალოდ უყურებდა. პატარა მეცხვარეები როგორ ხმაურს ტეხენ, მაგრამ პატარა თიკნები მაინც საყვარლები არიან. სავსე მთვარის დროს ჩემში რაღაც მხეცული შიმშილი იღვიძებს. ძილის დროა. აბა კარგად, მადლობთ. ძილინებისა. ეს სიდრი რა გემრიელია. გინდა სასეირნოს წავიდეთ, იმიტომ რომ ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ თავს. იმის გამო რაც გაგიკეთე. რადგან შენ ასეთ მდგომარეობაში ხარ ჩემს გამო. მე თვითონვე გადაგარჩენ. მე გადაგარჩენ. კარგი? აქ დამელოდე. აბა, სად არის ჩვენი მეცხვარე? როგორ ფიქრობ, რატომ გამოდის პიფსებს ყველაფერი ასე კარგად? არ ვიცი. სოფელში ერთი ჭა იყო, ჯადოსნური წყლის ცავსე, მაგრამ ის დაშრა. ამის შესახებ ყველა მიცის. არაფერიც არ იციან. დღეს რადგან უკვე 18-ის ხარ. მე შენ ოჯახის საიდუმლოს გაგიმხელ. მიდით ბიჭებო.
მიზეზი თუ რატომ აღარ არის ჭაში წყალი არის ის რომ მე და ჩემმა ძმამ ის მოვიპარეთ 40 წლის წინ ახლა კი მთელი ჯადოქრობა პინცებს ეკუთვნის მოიყვანეთ სხვარი მოდი ახლა შენ სხვარს შევხედოთ მახინჯი არა ასეთით არ ამგონია კონკურსში მოიგო რას თხოვ ჯადოსნურ წყალს ავს ეს სხვარი სიცოცხლით და სილამაზით არაჩვეულებრივია ხოლოდ არავისთან სიტყვა არ წამოგწდეს თუ არა და დაგახრჯობ მიუხედავად იმისა რომ შვილი ხარ შენ ვერ წარმოგიდგენია რა მიქენი იცი რამ ხელაა ჩემი სიყვარულის ძალა შენ ჩემი ხარ სამუდამოდ შენ არც კი გესმის რას ამბობ ვიცი ვინც ხარ ესე იგი იცი ყველაფერი იცი შენ პატარა სრულყოფილება ხარ, რომელიც ყველას ხელს უწყდის და ყველა კითხვაზე პასუხი აქვს. შენ თავს იკატუნებ ვირჯინია, რომ ცხოვრება იცი, მაგრამ შენ საქციელებში სიცოცხლე არ არის, მე შენ მაგიჟებ. შეწყვიტე ჩემი დევნა არ მომწონს. ახლა კი დაიძინე. ახლავე. თუ არა და რა? იყვირებ? ყველა ადამიანი ხომ ასე იქცევა, როცა მგელს დაინახავს. ყვირიან. გინდა ეგ დამარტყა? ყველას იქცევა, როცა მგელს დაინახავენ. ისინი მას უტყავენ, წვავენ, ასევე დაწვეს ჩემი მშობლებიც. დიახ, კარგმა ადამიანებმა, ჩვეულებრივმა ფერმერებმა დაანთეს დიდი ცეცხლი და დაწვეს ორივე. დაწვეს. ვერც კი წარმოიდგეთ რა აღმოვაჩინე. მე ვიცი ყოველთვის რატომ იგებენ პიპსები. უკეთესად გამოიყურება. რას იგიჟია? რა დაბნეულობაა? რა იმედგაცრუება? ახლა ის ვერ გიტანს. იმიტომ რომ ხეცი ხარ, ცხოველი ხარ. იმსახურებ კიდევაც. შებინძურო ცხოველო. ბინძურო ცხოველო. ბინძურო. ვინ არიან შენი მეგობრები? მე შენ არაფერს არ გეტყვი მასზე. მასზე? როგორია? გემრიელია? შენ ბოროტი ხარ. დავიდამანებე. შეხედე მთვარეს. ახლა კი მითხარი სინამდვილეში რისი გაკეთება გინდა მისთვის. შემდეგ კი გაათავისუფლე მგელი. აბა რა სიტყვი? არ შეაშინო. ამის დაჭერას 3 საათი მომანდომე. რატომ მოიპარე ცხარი? კონკურსისთვის ყველაზე ლამაზი ცხარი და მეცხარე. არა, კი, სხვანაირად როგორ მოვიპოვებ სარგეს? მე მეცხარი არ ვარ. მე მხოლოდ მიმტანი ვარ. ცხვრებზე არაფერი ვიცი. არ სჭირდება. სწორედ ეს არის ჩემი გეგმა. კარგი, მაგრამ ეს ცხარი მახინჯია. ამით ვერაფერს მოვიგებ. ყველაფერი შეიძლება, როცა მას ჯადოსნურ წყალში ჩავსვამთ. შენ ჩაცმულობას მიხედე. მე კი ამას მივხედავ. ჩემი ჩაცმულობა? ხო, შენი ჩაცმულობა. ვინ მიხვდება, რომ ოდესმე ფარდა იყო? სწრაფად, მიდი. გამარჯობა. როგორ ხარ? არც ისე კარგად. ყველაფერი ბუნდოვანია. უნდა შევებრძოლო ჩემს თავს. აღარ მახსოვს რა გავაკეთე. მოდი დამაბი რომ გაქცევა ვერ შევძლო. როგორ დაგაბა?
დამაბის შემაჩერე რომ არ გავიქცე. ვერ ხვდები? კარგი. მაგრად. უფრო მაგრად. რომ გახსნა ვერ შევძლო. მაგრად. ეს შენი ყველაზე ცუდი საქციელია. უფრო მაგრად. თორემ შეგჭამ.